მოგესალმებით. მოდი ვნახოთ, როგორ გადაწყდება თქვენი ჩაფიქრებული სიტუაცია. სიტუაცია ჩაიფიქრეთ თქვენ თვითონ, ყველამ თავისი. სიტუაციის არსი და მდგომარეობა, რა მდგომარეობაში ახლა ხართ თქვენ? რა მოქმედებს ამ სიტუაციაზე გარე ფაქტორები? რა აზრახვები გაქვთ თქვენ? ნამდვილი, მაგრამ დამალული მიზეზი, ანუ ქვეცნობიერულად, რას ვერ ხედავთ? წარსული გამოცდილება, როგორია? და ახლო მომავალში რა ელის? როგორ გადაწყდება ეს სიტუაცია? ახლა თქვენ თვითონ რა ენერგიებში ხართ და როგორ გრძნობთ თავს? როგორ მოქმედებს თქვენზე გარე ფაქტორები? რისი გეშინიათ ან რისი იმედი გაქვთ და სამომავლოდ როგორ გადაწყდება ეს სიტუაცია? ჯერ ყველას გავხსნი და მე ერთად წაგიკითხავთ. ანუ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, რა მდგომარეობაში ხართ? მინდა გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად კარგად გრძნობთ ახლა თავს. ვერ ვიტყვი აქ, რომ თქვენ თავს ცუდად გრძნობდეთ. სამყაროს არკანი ისეთი ის არის, რომ აი თქვენ რაღაცნაირად თითქოს იცი, არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ ახლა, სურვილი რა თქმა უნდა ბევრი იქნება, ეს საჯარო გაშლაა და ყველამ თავისი აქვს ხო ესია და ანუ რა მინდა რომ გითხრათ, თქვენ თითქოს იცი როგორ ხართ, აი ღმერთზე ხართ ძალიან მინდობილი რა, აი რაღაც სასწაულის გჯერათ, აი რაღაცნაირად გჯერათ, თითქოს რაღაცნაირად თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცნაირად კარგად გადაწყდება ეს სიტუაცია. თქვენ რა აზრახვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით და თითქოს ზოგიერთი შეიძლება იყოს არჩევანის წინაშე, ზოგიერთი შესაძლებელია ცდუნების წინაშე იყოს, შესაძლებელია იყოს ეს ისეთი არჩევანი, რამაც შესაძლებელია შეცვალოს თქვენი ცხოვრება. თუმცა აზრახვები ნამდვილად კარგი გაქვთ, ვერ ვიტყვი აქ, რომ ცუდი აზრახვები გაქვთ. ქვეცნობიერულად რა მოქმედებს, ანუ შესაძლებელია თქვენ ქვეცნობიერულად, არ ვიცი ახლა თუ პირად ურთიერთობაზე ჩაიფიქრეთ, ანუ ძალიან გინდათ, შესაძლებელია ითქვას, დაუშვათ ვისთვისაც აქტუალურია და ესეთი სურვილი ჩაიფიქრეთ, შესაძლებელია თქვენ ადამიანთან ერთად გინდათ ოჯახის შექმნა და ძალიან ბევრს ფიქრობდეთ ამაზე. თუ ფინანსები და კარიერა ჩაიფიქრეთ, აქაც იგივე შემიძლია ვთქვა, წარმატება გინდათ და აი თითქოს გინდათ თავი კარგად იგრძნოთ, კმაყოფილად იგრძნოთ და თითქოს იცი როგორ, აი იზეიმოთ რა თქვენი მდგომარეობა, ქვეცნობიერულად ესაა. და წარსული გამოცდილება რა მოქმედებს, შესაძლებელია წარსულ გამოცდილებაში გქონდათ ისეთი სიტუაციები, რომელშიც ვერ მოქმედებდით და აი სრულიად ფეხებით ჩამოკიდებული იყავით რა, იმიტომ რომ ჩამოკიდებული არკანია და შესაძლებელია ისეთ სიტუაციაშიც კი ყოფილიყართ, აი ღმერთს მაღალ ძალებს თხოვდით დახმარებას, რომ აი ღმერთო დამეხმარე, გამომიყვანე ამ სიტუაციიდან. და რა ელოდება ამ სიტუაციას? ამ სიტუაციას ელოდება, არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ თქვენ, მაგრამ რაღაც ძალიან სიყვარულით გინდათ ეს სიტუაცია, რაც ჩაიფიქრეთ, თითქოს აი ბავშვურად რაღაცნაირად გრძნობთ თავს ამ სურვილის მიმართ, რაღაცნაირად შევსილი ხართ სიყვარულის ენერგიებით,
სიყვარულით გარემოცულად შესაძლებელია გრძნობდეთ თავს. თქვენ თვითონ ახლა შეიძლება იყოთ ისე გრძნობდეთ თავს, რომ შეიძლება ფიქრობდეთ იმას, რომ თქვენი ძალა და ენერგია მოაგროვოთ და არასწორად არ დახარჯოთ, ან თუ გინდა სიტუაცია, თუ ბიზნესზე ჩაიფიქრეთ და რამე, შესაძლებელია დიდი ჩანაფიქრი გაქვთ და შიში გქონდეთ იმის, რომ არ დაკარგოთ რა რაღაც. გარე ფაქტორები რა მოქმედებს? გარე ფაქტორები შეიძლება მოქმედებდეს, შეიძლება რაღაც ისეთი გლობალური სურვილი ჩაიფიქრეთ, ძალიან ისეთი განსხვავებული, რაც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა. აქ სამართლიანობის არკანი ამოვიდა და გარე ფაქტორები შეიძლება მოქმედებდეს. მე ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ ესეთი შეგრძნება და ინფორმაცია მომდის ამ არკანიდან, რომ თითქოს ამის დრო არ მოსულა და ყველაფერი იქნება სამართლიანად. ანუ რისი გეშინიათ, ან რისი იმედი გაქვთ. შესაძლებელია გეშინიათ იმის, რომ ეს მიზანი და ეს სურვილი თქვენში რადიკალურად შეცვლის ყველაფერს და შესაძლებელია გეშინოდეთ ამ ცვლილებების. რაღაცნაირად გრძნობთ, რომ ისეთი ცვლილებები უნდა მოხდეს, რაც სრულიად შეგცვლით და არაფერი ისე აღარ იქნება, როგორც მანამდე იყო. ძალიან შესაძლებელია ვთქვა, რომ ძალიან გეშინიათ რა. და როგორ გადაწყდება ეს სიტუაცია? ეს სიტუაცია გადაწყდება, თქვენი სურვილს აქვს ასრულების შესაძლებლობა, ოღონდ თქვენ ამისთვის მაქსიმალურად უნდა მოაგროვოთ ენერგია, არ უნდა იფიქროთ ამაზე ძალიან ბევრი, უშვებთ ამაზე ფიქრს ძალიან, ეციკლებით ამ სურვილს, გაუშვით ცოტა, რომ აგისრულდეთ რა, იმიტომ რომ ძალიან ისე ხართ, თითქოს თან გეშინიათ, რომ რაღაცნაირად ისეთ შეგრძნება მომდის, რომ თავს ვიტყუებ, თითქოს გეშინიათ, რომ არ გამოვა და ასე ფიქრობთ სურვილის მიმართ, ნებისმიერი რამ, რაცაც გულით ჩაიფიქრებთ და გულით გინდათ, რომ აგისრულეთ, აუცილებლად აგისრულდებათ. გისურვებთ სიყვარულს, წარმატებას და ბედნიერებას.